ძალიან დიდი ხანია თქვენ ხართ ძევლები გარემოების და მე მესმის რატომ გეშინიათ, რატომ ნერვიულობთ, მეც თქვენ აზრზე ვიყავი დიდი ხანი. მაგრამ დროა რომ მიხვდეთ თქვენ უბრალოდ გიყენებენ. როდესაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გეუბნებათ, რომ ვინც ეხა 4-ში გადატრიალება უნდა გააკეთოს, მაგას ოცნების წარმომადგენელი აფინანსებდა თურმე, უნდა მიხვდე, რომ ეგ ყველაფერი სპექტაკლია. ამიტომ, გეშინიათ, არანაირი რევოლუცია არ ხდება და იმაზე კონცენტრირდით პირადად თქვენ ოჯახს, თქვენს უბანს, თქვენს ქალაქს და მთლიანად სახელმწიფოს რა ჭირდება. კატასტროფული დემოგრაფიული ვითარება, იმ ეკონომიკური ზრდის არასამართლიანი გადანაწილება, რომელსაც მოსახლეობის უდიდესი ნაწილი საკუთარ ტყავზე ვერ გრძნობს. ის მავნებლური კანონები, რომელსაც ახლა ოცნება მათ შორის იღებს და უსამართლობა, რომელიც ხდება. ამაზე უნდა მიაწვე ხელისუფლებას და უნდა გაჩნდეს ნორმალური ოპოზიციური ძალა. და რა მომენტშიც მიხვდებით, რომ შიშის დრო დამთავრდა და ღირებულებებით უნდა აირჩიოთ პარტია და არა იმ ნარატივით, რასაც ყველა მხარე ტრანსლირებს. გინდა ნაცების მხარე რო არ იქა ეხა ყველაფერს ამოატრიალებთ, რაც ოცნების წისქვილზე ასხავს წყალს და არც ოცნების რო არ იქა ჩვენ თუ 100% არ ავიღეთ სამშობლო დაინგრევა. არა, გამოდით მაგ ჩაკეტილი წრიდან, საკუთარ თავზე, საკუთარ შვილებზე, საკუთარ ინტერესებზე იფიქრეთ. კონსერვატორების საქართველოსთვის